დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად და ვისაუბრებთ ძალიან სასიამოვნო მოვლენაზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ მელომანები სულმოუთქმელად ელოდებიან ნამდვილად. TBC ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC სტატუსი და კულტურის სამინისტრო წარმოგიდგენთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს ბათუმში. 2014. რომელსაც ყველა ველი სულმოუთქმელი და სტუმრები წარმოგიდგენთ. მიშა გიორგაძე ესთან პრომოუშენის გენერალური დირექტორი და გურამ ოდეშარია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ორივეს წარდგენა ნაკლებად ჭირდება. ნამდვილად საზოგადოებისთვის ნაცნობი ადამიანები არიან. მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის პირველ რიგში. დიდი მადლობა. ფეხი ბედნიერი ჩემი თქვენთან. დიდი მადლობა ასეთი კარგი სურვილისთვის. მერვე ტარდება, ხო? მერვე ტარდება ფესტივალი, წელს უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა აქვს ფესტივალს. მოდი საუბროთ და უფრო მეტად მოვანდომა ჩვენს მაყურებელს, რომ დაესწროს. ხო, ეს მადლობის სიტყვები ეკუთვნის TBC სტატუსს და კულტურის სამინისტროს მერწმუნეთ ეს უბრალოდ ფორმალობა არ არის, როდესაც მხარდამჭერებს და სპონსორებს მადლობას ეუბნებიან, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა რომ არა, ამდაგვარი მასშტაბის ესეთი ვარსკვლავური სტატუსის მონაწილეების ჩამოყვანა და ფესტივალის პროგრამაში ჩასმა ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა. ეს ყველა მონაწილე არის ეგრეთ წოდებული ჰედლაინერი, ანუ მთავარი მოქმედი პირი ყველაზე დიდი ევროპული ჯაზ ფესტივალების. როგორც სწორად აღნიშნეთ, ის მერვე ტარდება 2008 წლიდან შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯაზ ფესტივალების ოფიციალურ კალენდარში ზის. რაც ასევე ამ ფესტივალს უამრავი სტუმარი წავს ვიცი მე რას ფესტივალებს. ხო, ესე იგი მატებს ავტორიტეტს. რაც შეეხება პროგრამას 24-დან 27 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გახსნის ფესტივალს Cool&the Gang-ის ულახალი ინფორმაცია დღეს მოგვივიდა ელექტრონულ პოსტაზე Cool&the Gang-ს ჰოლივუდის ბულვარზე უხსნიან ვარსკვლავს ძალიან მალე. ფარელთან ერთად სხვა შორის კომენტარი არის შემდეგი რომ გასაკვირია რომ აი ესეთი кейსი როგორც არის Cool&the Gang-ი ჯგუფი რომელიც 35 წლის განმავლობაში პოპულარობის პიკში რჩება და ალბათ ყველაზე მეტი ჰიტი აქვს და ყველაზე დიდი მოლოდინი აქვს ქართულ მსმენელსაც. მხოლოდ ახლა უხსნიან ვარსკვლავს 25-ში. განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში თან. არა მხოლოდ. კი, გვიყვარს ჩვენ ქართველებს მაგას გაუსვათ. კი, ნამდვილად. 25-ში პრინცის არტისტი ყავს ლივ ვორფილდი, განსაკუთრებული ვოკალისტი ქალბატონი, ძალიან განსაკუთრებული ტემბრით და ძლიერი ხმით, მას მოყვება NPG Horns, ეს არის ჰორნ სექცია თვითონ პრინცის ჯგუფის თავისი ქორეოგრაფია აქვს სცენაზე 16 კაცია სცენაზე მე დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი დაუვიწყარი ლაივ წარმოდგენა იქნება ამ ფესტივალის ფარგლებში პრინცი არის პროდიუსერი ამ ქალბატონის პროდიუსერს გაუმართლა 26-ში ფანკის მამა და დამფუძნებელი ბუცი კოლინზი გასაგიჟებელი ძალიან ექსტრავაგანტული კოსტუმებით, გიტარა რომელიც ფეთქდება სცენაზე ხო, ესე იგი ინთება დაკვრის დროს ასევე დაუვიწყარი ლაივი და ფესტივალს დახურავს მარიო ბიონდი მას ხშირად ბარი ვაიტს ადარებენ მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრის გამო თუმცა ამის გარდა აი ამ ძირითადი კონცერტების მერე კლუბ Take 5-ში ტრადიციულად jam session-ები გაიმართება, ავტოპარტები, როგორც ქართველებს გვიყვარს. რომ ვუწოდოთ ამისთვის ასევე კიდევ ორი ევროპული ჯგუფია მოწვეული, ერთ-ერთი ძალიან კარგად ცნობილი საქართველოში პარო სტელარის პროდიუსერებით, პარო სტელარის საქსოფონისტი, DJ-სთან და დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად საცეკვაო ავტოპარტით დავხურავთ ფესტივალს და ასევე საკითხი, რომელიც ყველა დიდ ჯაზ ფესტივალს ღირსების საკითხად მიაჩნია, თემა ასე ვთქვათ არის ესეთი, რომ ყველგან არსებობენ ადამიანები მიუხედავად
როგორი დაბალიც არ უნდა იყოს ბილეთის ფასი, მიუხედავად ამისა, მაინც ყველას არ შეუძლია და არის ადამიანები, ვისაც არ შეუძლია ბილეთის შეძენა და ამის გამო ჩვენ ისევ და ისევ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ავღვადგინეთ ტრადიცია უფასო კონცერტების ფესტივალის ფარგლებში. გერმანული ჯგუფი Men in Brass ძალიან ცნობილი ქუჩის პერფორმანსებს ატარებენ ისინი სხვადასხვა ფესტივალების ფარგლებში 3 დღის განმავლობაში დღეში 5 უფასო შოუს მისცემენ ძალიან არავინ არ დარჩება მე როგორც ძალიან ინტერაქტიულები არიან ხალხს ამღერებენ აცეკვებენ ეს კეთება იმისთვის რომ აი ამ საფესტივალო ზეიმის მიღმა პრაქტიკულად არავინ არ დარჩეს. ბატონო ამ ფესტივალის არსებობისა კულტურის სამინისტრო არის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ამ ფესტივალის და ამ შემთხვევაშიც წელსაც და საინტერესოა ბატონო გურამ მაინც პრიორიტეტი რატომ არის ჯაზ ფესტივალი პრიორიტეტი კულტურის სამინისტროსთვის თქვენ როგორ ვფიქრობთ და წელსაც რატომ არის ესეთი აქტიური მხარდამჭერი მისი კულტურის სამინისტრო? დიახ, თვითონ ეს ჯაზ ფესტივალი და მე რო ჯაზ ფესტივალი იქნება 7-მა ჩაიარა და როგორც დღესასწაულმა თვითონ ჩვენთაგან ერთ დღესასწაულის მომლოდია რაღაც ისეთი დღეები კონდეს იმ 365 დღიდან რომელიც წლის ბოლოს როდესაც რაღაცნაირად აანალიზებ თუ როგორი იყო ეს წელი რომ გაიხსენო და დაგამახსოვრდება ზღვაზე წასვლის დამატებითი მიზეზი კი მიზეზიც იყოს თავისთავად და ასე რომ დღესასწაულს ხელი უნდა შეაშველო და მით უმეტეს როგორც აგერ ბატონმა მიშამ ბრძანა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მისაწვდომი ანუ წვდომა კულტურაზე კონდეს ძალიან ბევრს თქვათ ეხლა ისეთი ვარსკვლავები ჩამოდიან თქვათ როდესაც ჩამოვიდეს თვითონ მარტო და თქვა და ფილარმონიაში ჩაატაროს თავის კონცერტი მისი ბილეთი ეღირება ძალიან ძვირი იმიტომ რომ ძვირადღირებული ვარსკვლავები ამას ყველა ვერ შეძლებს და ამ დროს საშუალება გააქვს ქუჩაში ბათუმში ეს პირველად ხდება ხომ ასეთი რამ არ ყოფილა შარშანაც იყო შარშანცი იყო ხო და აი ქუჩაში გასული ჯაზმენები ჩვენ ფილმებიდანაც გვახსოვს როცა ჯაზი შემოდიოდა თქვათ იგივე საბჭოთა კავშირში მას ჰქონდა დაკეტილი ერთ პერიოდი კარები როგორც ეგ იყო კაპიტალისტური ბურჟუაზიული კულტურის ნაწილი მაგრამ შემდეგ ჯაზმენებმა რომ ეგ გზა გაიხსნათ ჯაზისთვის თქვენ რომ ეს მონების არის ეგ არის დამონებული ხალხის ზანგები რომლებიც მიყავდათ ამერიკაში და მათი მუსიკაა და რაღაც მაშინ იდეოლოგიურად შეიცვალა უკვე და პირიქით რაღაც პერიოდი იყო რომ მოითამლენ კი ძალიან ეს დიქსილენდები გახსოვთ ალბათ თქვენ ეგ მე იმ დროინდელი კაცი ვარ იქ დავიბადე საბჭოთა კავშირში და მახსოვს რომ შემოდიოდა ჩვენ ძალიან დიდ შვებას გურიდა მე ჯაზი ძალიან უხდება ზღვას ძალიან უხდება ზღვას დამსვენებელ ადამიანს მე ჯაზი ისენა აქვს რომ ყველას რომელიც ადვილად ესმის ინტერნაციონალურად ადვილად შემოდის კონტაქტში კავშირში და ამიტომ რომ ის დასვენება ვინც წავა წელს და დაისვენებს ზღვის პირას მათთვის უკვე დავიწყარი იქნება რომ არა მარტო ზღვა და ის ურთიერთობა ადამიანებთან არამედ კიდევ ასეთი ვარსკვლავები არის თქვენ ცხოვრებაში ჯაზი როდის შემოიჭრა ჩვენ მე პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ შემოიჭრა ჯაზში ხომ არ იყო რა ეგ იყო ჩემი თაობის არის ვთქვათ მე პატარა ვიყავი როდესაც ბიტლზები გამოჩნდნენ პირველად ეგ იყო აკრძალული მათი მუსიკა ანუ ყველა იყო მაშინ როკ-ენ-როლი თავისთავად მძიმე როკი რო წამოვიდა და ასე და მე ერთ დროს ახალგაზრდობაში გიტარაზე უკრავდი ბას გიტარაზე რა თქმა უნდა ამის ნიჭი მე არ ვერ განვავითარე და არ ვიყავ ისეთ ნიჭიერი ამართულებით, მაგრამ გავჩი როგორც კარგი მსმენელი და მოყვარული და ფირფიტები მქონდა ძალიან ბევრი. ეგ იყო რენტგენის ფირფიტები, რომელზეც ნეკნები და რა ვიცი ადამიანის ორგანოები გადაღებული და აკრძალულ მუსიკას ჩვენთან, აი თქვა იატაკ ქვეშეთში, ხშირად ესე იგი აი ასე ჩაიწერდნენ ხოლმე, იყო ტვისტი, იყო ჩემ დროს კიდევ რაღაცა, ბევრი რაღაცა, მაგრამ ჯაზი ეს მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. თუ დაესწრებით როგორც რიგითი მსმენელი. ბატონო, კი, მე აუცილებლად ვიქნები მან. გახსოვთ შესანიშნავი მშვენიერია ეგ ცხოვრება ცნობილი კლასიკოსის ამსტრონგის რომელმაც რაღაცნაირად მისცა ჯაზს სხვა ასე ვთქვათ აქცენტი რომ ღირს ამ ქვეყანას ცხოვრება ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის რომ პლანეტას აქვს ჯაზი. ჯაზი გახადა ყველას პრინციპში აიმაგნა ყველას. მე წმინდა მუსიკალურ მხარეს შევეხებ ფესტივალის პროგრამის, თუმცა მინდა დავამატო რომ იმისთვის რომ დღის განმავლობაშიც და არა მხოლოდ საღამოს
დასვენება უფრო ხალისიანი და საინტერესო იყოს თბილისი Fashion Week-თან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ ასეთი ახალი საქართველოსთვის პროექტი Jazz meets Fashion, ჯაზი ხდება მოდას და 26-ში და 27-ში აი ამ ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ორი ჩვენება გაიმართება, ცხადია, ზაფხულის და ასე ვთქვათ, ჯაზური მოტივების ნაზავი იქნება წარმოდგენილი. მე როგორც ვაკეთებ, უფრო მეტად და მეტად მასშტაბური ხდება ჯაზ ფესტივალი. ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხარისხი თვითონ და ვარსკვლავების ხარისხი, ესე ვთქვათ, დონე არ ვარდება, პირიქით იზრდება, უფრო და უფრო მაგარი ვარსკვლავები ჩამოყავთ, უფრო და უფრო მასშტაბური. ორი, ასე ვთქვათ, მიზეზი აქვს ამას, ერთი ის რომ თავისთავად ფესტივალი წლიდან წლამდე ეს უწყვეტობა ამ ტრადიციის წლიდან წლამდე მის ავტორიტეტს ზრდის და ეს მნიშვნელოვანია იმ ვარსკვლავებისთვის რომ უაღრესად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისინი პირველ რიგში კითხულობენ თუ ვინ გამოსულა მანამდე ამ ფესტივალზე ვინ არიან წელს მონაწილეები ფესტივალის ძალიან მიხარია ის რომ წინ უსწრებს ასე ვთქვათ თავის სახელი ფესტივალს ძალიან ბევრი მუსიკოსი უბრალოდ მათი მენეჯერები ან აგენტები გვეუბნებიან რომ თვით მათ სურთ ფესტივალში მიღება ყველაზე უცნაური მოთხოვნა რომელიმე ვარსკვლავის რა გახსენდება უცნაური მოთხოვნა ჩამოგვიყვანოს პრეტენზია უფრო აქვთ პოპ როკ ვარსკვლავებს ჯაზმენები ესეთი თქმილი და ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან მიუხედავად თავისი ვარსკვლავური სტატუსის ძალიან კეთილგანწყობილები და ესეთი ექსტრავაგანტული რამეები არ ახასიათებთ თუმცა ცხადია როდესაც ტექნიკურ მოთხოვნებზე არის საუბარი უმაღლესი კლასის ტექნიკა უნდა დახვდეთ ორგანიზაციულად ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ყველაფერი და თუნებას მომცემთ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი აი წინა შეკითხვასთან დაკავშირებით მის ამ ჯაზის განვითარების და ზოგადად ჯაზ ფესტივალის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ბევრმა ალბათ იცის, რომ 30 აპრილი იუნესკომ და გაეროს მიერ გამოცხადებულია საერთაშორისო ჯაზის დღე. იუნესკოს და გაეროს მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ჯაზი ყველაზე დემოკრატიული ჟანრია მუსიკის ჯაზის განვითარებას ქვეყანაში ზოგადად დემოკრატიის განვითარებასაც კი ადარებენ დემოკრატიის ქვეყანაში ისინი ამბობენ რომ ჯაზ ფესტივალის არსებობის ფაქტი ქვეყანაში უაღრესად პოზიტიურ პრომოტირებას უკეთებს ამ ქვეყანას იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ზოგადად კულტუროლოგიურ დონეზე ინტელექტუალურ პოტენციალზე, ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტურისტების მატება თუ შეინიშნება ხოლმე პროპორციული არის გარდა ესეთი ქვეყნისთვის პრომოტირების საშუალების და ზოგადად კულტუროლოგიური ღირებულების ჯაზ ფესტივალს ძალიან კონკრეტული ფინანსური და ეკონომიკური მოგება მოაქვს რეგიონისთვის და ზოგადად ქვეყნის ლამაზი სახის შექმნის საქმეში ალბათ ძალიან დიდი ეს პრომოტირებას რაც ეხება აი კონკრეტულ მოგებას უაღრესად იზრდება შიდა და გარე ტურისტული ნაკადები პრაქტიკულად კონკრეტული სტატისტიკა თუ არსებობს თუ ფლობთ თქვენ ინფორმაციას როგორ გაიზარდა დაუშვათ უცხოელი ტურისტების აი ამ პერიოდში კონკრეტულ ციფრებზე ნამდვილად მიჭირს საუბარი მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ არა მხოლოდ ბათუმში არამედ არ ვიცი ქობულეთში, გონიაში, კვარიათში, შემოგარენში არათუ სასტუმროს ოთახის, არამედ ეგრეთ წოდებული კოიკის პოვნაც კი ძალიან ძნელია ჯაზ ფესტივალზე, რომ წარმოიდგინეთ თუ რამდენი ადამიანი ჩამოდის ეს ცხადია უზარმაზარ დამატებით შემოსავალს ნიშნავს ქალაქისთვის და რეგიონისთვის სეზონური ბიზნესები იხსნება ამის გამო ერთი თვით ადრე ვიდრე ფესტივალი რომ არ ყოფილიყო ეს თავისთავად ნიშნავს ცხადია დამატებით დასაქმებულ ადამიანებს შესაბამისად კიდევ უფრო მეტ აკრეფილ გადასახადებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმისა რომ ჩვენ ვისმენთ ძალიან გემოვნებიან მუსიკას, რამდენი რამე ხდება კიდე პარალელურად. და ერთი რაღაცა მაინტერესებს კიდე ჯაზ ფესტივალზე სად გაიმართება? ანუ ლოკაცია არ იცვლება და ისევ კორტებზე დაინახავს. ისევ ბათუმის ტენის კლუბის ტერიტორიაზე, ტენისის კორტებზე და წელს იმედი ამინდი შეგვიწყობს. ხო, მაშინ კიდევ ერთი მეც მაინტერესებს ინფორმაცია, ბილეთები მაინტერესებს თუ არის აბონემენტები. ხო, აბონემენტით დავჯერდით. თუ უკვე შეზღუდული რაოდენობით. პაკეტები
პაკეტი გულისხმობს ჩვენ მას ვეძახით all-in tickets, ანუ ეს პაკეტი, რომელიც გულისხმობს სასტუმრო ოთახს და ბილეთებს ერთად. ასეთი პაკეტები უკვე აღარ არის, იმიტომ რომ სასტუმრო მინუს სასტუმრო და მხოლოდ აბონემენტი ყველა მხოლოდ ბილეთები არსებობს. ანუ ფასი მე ვფიქრობ ძალიან ადეკვატურია. თუ საიდუმლო არ არის? ცხადია არა, 50 ლარი არის, 50 ლარი ყველაზე იაფი ბილეთია, 90 ქულენზე განგზე ყველაზე ძვირი, თუმცა ისევ და ისევ TBC სტატუსი არის წარმდგენი და ამიტომ პრაიმ ბარათების და TBC სტატუსის ბარათების მფლობელებს 20%-იანი ფასდაკლება აქვთ, რაც ნუ ესე იგი მე მაქვს. როდესაც ლაპარაკობთ, როცა მუსიკა იყოს, ძალიან მისაღები სიმბოლურია ეს ფასი, როდესაც მით უმეტეს ჯაზის გურმანი და მუსიკის გურმანი. მე იცით რომ როდესაც საუბრობ ჯაზ ფესტივალზე, აი ჯაზის გურმანი, ჯაზის ჩვენ ვფიქრობთ რომ ჯაზ ფესტივალის არსი დანიშნულება მიზანი ის არის რომ ადამიანებს რაც შეიძლება მეტი მუსიკალური მრავალფეროვნება ვაჩვენოთ იქ არის ფანკიც, соулიც, ჯაზ როკიც ჟანრული მრავალფეროვნება არის მე არ მინდა რომ მაყურებელს შეექმნა შტაბიჭდილება, რომ ძალიან გათვითცნობიერებული ესეთი ჯაზის მსმენელი იყო, მაინც უნდა იყოს. მერწმუნეთ, რომ უამრავი საცეკვაო მუსიკა არის, ზოგადად ბოლო ალბათ 50 წლის განმავლობაში ჯაზის ცნება ძალიან გაფართოვდა, პრაქტიკულად ნებისმიერ პროფესიონალურად შესრულებულ, მაღალ დონეზე პროფესიონალურად შესრულებულ მუსიკას, სადაც ოდნავი იმპროვიზაცია არის, უკვე ჯაზის კატეგორიაში გადის და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უდიდეს ფესტივალებზე, ფლაგმანებზე, ასე ვთქვათ, ევროპული ჯაზ ფესტივალების, იგივე მონტროს ფესტივალი, ნორსის ფესტივალი, შვეიცარია და ჰოლანდია, იქ გამოდიან ჰიპ-ჰოპის არტისტებიც, როკმენებიც, ჯაზმენებიც და ანუ ძალიან დიდი მრავალფეროვნება ამ მუსიკალურად. მე მგონი მნიშვნელოვნად ჩვენ მივდივართ ჯაზ ფესტივალზე. ბატონი გურამი არ გავუშვათ. ჩანსი არ გავუშვათ გოგოებად, რაც გვაინტერესებს არა ჯაზ ფესტივალზე, არამედ სხვა თემაზე, მოდი შეკეთებით დავუსვათ ჩვენს სტუმარს. ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ჩვენ სტუდიაში, რომ 2018 წელს საქართველოს ფრანკფურტის ეგნის ბაზრობაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხო? ბუნებრივია, ძალიან დიდი სამუშაოა იმისთვის, რომ მომზადებლად შევხვდეთ აი ამ ძალიან მოვლენას. როგორ მიმდინარეობს ეს მომზადების პროცესი? რა ეტაპზე ვართ? დიდი მადლობა თქვენ უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ხშირად გქონდათ მართლაც ეს გადაცემები და ფრანკფურტის სიტყვა ხშირად ჟღერდა აქ. 2018 წელს ჩვენ ვართ საპატიო სტუმარი, როგორც თქვენ თქვით, ფრანკფურტის ფესტივალის, ამას წინათ მე ვიყავი ლიტვაში და 2003 წელს იყვნენ ისინი სტუმარი საპატიო ფრანკფურტის და თქვენ რომ ამ 2003 წლის შემდეგ ჩვენ არ გვჭირდებოდა დამატებითი ბუკლეტების მომზადება ან რაღაც საინფორმაციო ისეთი კლიპების, რომ ვინა ვართ, სადა ვართ და ასე შემდეგ. ამ ფესტივალმა ჩვენი ცნობადობა გაზარდა მთელ მსოფლიოში. აი იგივე ჯაზთან დაკავშირებით როცა ვსაუბრობთ, მანდ არის კიდე ერთი მომენტი, რომ ქვეყნის ცნობადობა იზრდება. მე მაგალითად ახლა ვიყავი ბაქოში და მანდ მთხოვდნენ როგორ შეიძლება რომ დავესწროთ ამ ფესტივალს არა მარტო ჯაზმენები, არა მარტო მოყვარულები, არამედ ხალხმა რომელმაც გაიგო რომ არის ბათუმში ჯაზ ფესტივალი, მოდის დაისვენოს მან კიდევ ერთ-ერთი ჯაზ და აი ზუსტად იმ ცნობადობას უფრო მასშტაბურად რა თქმა უნდა ფრანკფურტი აკეთებს და როდესაც ჩვენ კოლეგებს ხვდები ხოლმე, ბევრი გვილოცავს რომ ჩვენ ვართ საპატიო სტუმარი, რაც ნიშნავს რომ უკვე ქვეყანაში არის უფრო სტაბილური სიტუაცია, რომ ეს ქვეყანა არის უძველესი წიგნის ქვეყანა, რითაც ვამაყობთ და ვიამაყებთ კიდეც და რომ სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ვერ მივახციეთ იმას, რომ ჩვენ როგორც უძველესი მწიგნობარი, რომლებიც წერდით და თარგმნით წიგნებს, ასე ჯერ არ გვიცნობენ, უფრო გვიცნობენ სიმღერით, ცეკვით, თეატრით, კინოთ, მაგრამ ახალი კუთხით დავანახეთ. კუთხით არა, ამიტომაც ჩვენ დავგეგმეთ ძალიან ისე გვაქვს დაგეგმილი ყველაფერი, გათვლებით, გამოიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც თქვენთვის კარგად ცნობილი დეა მეტრეველი ხელმძღვანელობს, ძალიან კარგი ორგანიზატორი.
გალბატონი იდეა, ძალიან კარგი საქმეები გააკეთა და უკვე 40 წიგნი გვაქვს ჩვენ თარგმნილი. ეგ არის როგორც თანამედროვე, ძირითადად თანამედროვეა, ასევე კლასიკური ლიტერატურა 2018 და კიდევ გრძელდება ეს პროცესი. კი, როგორ არა და ჩვენი ხელდასმით დაახლოებით 250 შეიძლება მეტი წიგნი ჩვენ უკვე მზად გვექნება, მაგრამ არის კიდე სხვა გამოცემები, რომლებიც მსოფლიოს აი ნებისმიერ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს წიგნი ნიუ-იორკში, ლონდონში. იმგონი ამ თემაზე ცალკე გადაცემს აკეთებულა. არაერთხელ გაგეკეთებია, მაგრამ მზადდება როგორ მიმდინარეობს და როგორ უნდა იყოს 2018 წელს საქართველოს მზად, რომ მართლაც გირსეულად წარადგინოს. ხო და იმოგიწევს, რომ მე აქტენილი ვარ, არ ყოფილვარ მანდ. დრო არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება ერთი შეკითხვა კიდევ დავსვა პროდიუსერებს მინდა ვთხოვო. ხო, ძალიან მოკლედ, უბრალოდ ამ თემაზეც მინდა რომ ინფორმაცია მივიღო. დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა იყო წინანდალში სულ ცოტა ხნის წინ და ახლა ვიცი რომ უფრო მასშტაბური იგეგმება საფრანგეთში, ხო, პარიზში სექტემბერში. 17 სექტემბერს გაიხსნება პარიზში. დავით კაკაბაძე არის ძალიან დიდი მხატვარი, რომელიც ჯერ სათანადოდ ფიქრობთ, რომ არ არის დაფასებული და მსოფლიოს ასევე როგორც ჩვენი ლიტერატურა კიდე კარგად ვერ გავაცანით. 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა პარიზში, ისნობდა ძალიან დიდ კოლეგებს თავისას და მე კაკაბაძე იყო არა როგორც მარტო შესანიშნავი შემოქმედი, ის იყო მეცნიერიც და რაღაცნაირად ასინთეზებდა ამას, რომ მეცნიერული ცდა, გამოგონება და შემოქმედებითი გზა რაღაცნაირად მას აქვს ყველაფერი ერთად და გამოგონებები აქვს, არა მარტო მისი ნახატები ზოგიერთი არის, რომ მეცნიერმა რაღაც გამოიგონოს. ამიტომ მსოფლიო ცუდად იცნობს მას და ეს იქნება კაკაბაძის დაბრუნება პარიზში ძალიან დიდი ხნის შემდეგ. ასე წარმოჩენილი კაკაბაძე პარიზში არ ყოფილა, ასე რომ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო თემები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბოდიშ გიხდით ამ გადახურვას. ჩვენ გამოვიყენეთ ეს შანსი და ბატონურებს დაუშვით ყველა კითხვა ამ ეტაპისთვის, რაც გვაინტერესებდა. მადლობა თქვენ რომ მოხვედით ჩვენს გადაცემაში. მინისტრს ისე ვერ გავუშვით. დიდი მადლობა. და ჯერჯერობით ველოდებით ჯაზ ფესტივალს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. წარმატებული ვარ რომ ვინც დაესწრება დაუვიწყარ შტაბის ღირებებს მიიღებს და უდიდეს სიამოვნებას. იმ სამას გადავინახულებ ბათუმი ჩათვალეთ რომ 4 დღე უკვე გაქვთ. ამიტომაც თარიელდება აგროს თვილი. ბედნიერების 4 დღე. დიდი მადლობა. დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ, დაგვალოდეთ.